ეს არის ერთი პორცია და რა ღირს? ვინმე არის ვინც პირველად ჭამა? შენ პირველად ჭამე? მოგეწონა? ღრმა რო იყოს თუ არ გადამხტარიყავი ძმა. მოკლედ ამოვედით ხვამზე და მეტი იქით ბაიკები არ მიდის რა. კაია ზევით. გამარჯობა მეგობრებო. ეი, ჩემი ვიდეოა სიზმარი არ არის. შეგიძლიათ გააგრძელოთ ყურება და გაჩვენებთ გზებს თუ როგორ მოვედით ამ ადგილამდე. ბოლომდე სანახავი ვიდეოა, მართლა გეუბნებით. გადამიღე მოდი ხო? აი, რა თუნდა ზედმეტი ლაპარაკი, უბრალოდ შეხედეთ. მარლიანმა წყალმა გააჯვა, მოვიდა ლაშა თავის ბაგნით. აი როგორც ეგ ჭიანჭველა მიათრევს თავიზე. ასჯერ დიდ კრაზანას. აი ეგეთი შემართებით უნდა ვიცხოვრო. ნელ-ნელა უახლოვდებით ჩვენს დანიშნულების წერტილს. აქ რომ მოდიხარ. სად უნდა შეხვიდე თუ არა აი აქ. ხო და ბიგენტი ესახავება ვინც არიცით. უნდა იცოდეთ აუცილებლად რა. ხო jasno. ასალე რა გინდა? ერთი. ესეთი სიტუაციაა რა. ძირითადად ფეხზე დასადგომი ადგილებია. იქით კუპეც არის. დარგია. ეს არის ერთი პორცია და რა ღირს? არ ვიცი. რა ღირს? მარა პირდაპირ გაგებით რა. ერთი ღერის მოწევა ვერ მოვასწრეს, ბიჭებმა უკვე მზად იყო. მართლა ვიზახ, მესამე ნაპასზე უკვე მზად იყო რა. ვინმე არის ვინც პირველად ჭამა? შენ პირველად ჭამე? მოგეწონა? დათას არ მოეწონა, დიდა.
ადგილებში ვიარეთ. როგორი ზოლიანი მთები იყო ბაჭუ? აუ, პიზდეცი. ეგ ადგილი იმენა პიზდეცი. და მე იმას შეხი. აი ეს ნაწილი, აგრას შიშლა. მან დათვები იქნებია? აღა დაბღოტიაოს რამდენი დათვი იყოს და არჩ. ჯიხვი იქნება ცა. აი მაგიტო არის რომ შტერდებიან ამ ქვეყანაზე. აი მხელაა და ესეთი მრავალფეროვანი გზები და ბუნებაა და პროსტა სიგიჟია ძმა. მრავალფეროვანი არა ჩანკრეული. ანუ ეს ყოფილა იდეაში სათევზაო მეურნეობა, იქ შემოსასვლელში ეწერა კიდევაც. მე მეგონა რაღაც ანუ ბუნებრივი ტბა იყო. აგრას მაგიტო ვლაპარაკობ საკალმახეზე ძმა. მაგრამ მაინც ლამაზი. მაგრამ წვანე თუ არ ესე აქ ბაღავი ექნება თან. აი ხელა მაგე. გამარჯობა. ოპა, ზუთხუნია გაიჩნდა. ზუთხუჩი. ზუთხია, ხო. ეს ამხელა კალმახია ჩი. ხო. აი ამ ხელები დაცურავენ ნოქალაქებში ძმა, განამაზ პატარები დაცურავენ. ასატრინა. როგორ ცალკე ყავთ გაშვებული მეფესავით? ამათ შეხედე ბიჭო, რა ლამაზები არიან, პროსტა შეხედე. აუ! ალბინოსი კალმახები ძმა. მართლა ალბინოსები არის. შენ ალბინოსი პითონი გინახავს? რა ლამაზია ის. ის ნახე, ის ძალიან ყვითელი როა. ანუ წარმოიგინე რამდენი თევზია გაშვებული რომ აგერ ნაპირზე კალმახები დაცურავენ. რა? ნაპირშიც კალმახები ჩანან უკვე და რამდენი თევზია შიგნით წარმოიდგინე. ხო, იასნეს ლიფსტები. და როგორ შიდათ დაცურავენ? იმენა საოცრება. ო ძმა, ნახე რამდენი არის შეხედე. სულ კალმახები არის. რა სულთა წყალი აზე ხარ რომ აქ 1 მეტრ ნახევარზე მეტი ხო არის სიგნო. და ფსკერი ჩანს მაინც. ხო, ფსკერი ჩანს, იმიტომ რომ არავინ არ ბანაო. შიჩე მამაში ერთი გადახტომა და იქის ნახე რა ლამაზად არის ხამაკები და რაღაც. აუ რა კაი დასასვენებელია. იქ ნახე რა კაი საქანელა. აუ მაგარი ადგილია დასასვენებლად ძმა. სასტუმროებიც არის? მართლა კარგი. და იმას შეხედე პოსტ. იდემ ხამაკში გავწევი. არა ძმაო, მაგარი ადგილია ძალიან. ეს ხელით უნდა დავიჭირო მაინც არ გამოტანე. ჯიბეში ჩაი. რო ფარფალებს. გამო შემოვარხარ წრე. რა, სოკოებია? ჩემი ხოთა ისე
ატმოსფერო ვარო, საკმაოდ ექიმიანი მინიმუმი რა იყო და მაგრამ ექს რო ჩადგავდით შეიძლება ვამუყო სალამანდრე ნაღდა თან მქონდა მე ესეთი მოლოდინი ამ ადგილის მა. ვიცოდი რომ ლამაზი იქნებოდა მაგრამ. ახ ეს ზაქცელია ნახე. ის აქ ხრამულებია, ისინი ხრამულებია შავები. ყალი როგორი ხო? აი, წვრილები. ვერ ხედავ. ახლა შეცვლეს იმ ბადეებში. რა არის ვაფშე ეს ბადეები კი არა? ხავსია რა. რა უნდა იყოს აბა, რა ვიცი. ძმაო. მართლა ყოჩაღ ვინც ეს ადგილი შექმნა? მართლა საღორ და პატივისცემა ჩემგან რა. ძალიან მაგარი ადგილი. ამას შეხედე. რა ხედზე შეიძლება იქანაო ძმა. ეხლა რაღაცა დებილობა არ გააკეთე. დავაი გაგახანებ და გადახო იე. და გაგახანო? ხო. კაი. ძალიან არა. დიდი. ვაიმე. აი წარმოშინია. კაი ეგრე არა. დავი არ მოწყდეს რა. ბიჭო არ დაგვაჯარიმო ძმათო. აჯი თუგანაფინაო. დობრო ისველა გადა. ღრმარო იყოს თუ არ გადამხტარიყავი ძმა. სადულა სიღრმე ჩეჩე. აბა რა შიზავ? თან მაგარი წვეტიანი რაღაცები იქნება. კაი მე აღარ მინდა მეყო ვისუნას შემდეგ. მაგარი მუღამი აქვს წვეტში. იმენა ბაუნტის რეკლამა. უეჭველი თორე. გადაგიღე, მიდი და გადაგიღე. ჩუგრიგებო. რა გეშველებოდათ რო არ ჩამოსულიყო რატიძია თბილისიდან ცაგერში. გასკლებიან შეჩემართ რა ეს უკან. როგორ კაცი. მიდი ჩუგრიგა, მიდი. ხალხი დაუყარე ამას. დედალია და ის ნახე იმას. ჩემ ნახე რა მხერ უკვე. ის ვარი ვიდეო. ჩემი გამოიტენა მუ. მაგასაკა უცებ ჩაიყრესა შეიძლება აწმი. არა. ეყოფათ ეს. არა, ეყოფათ კი არა. საფაჩეჭა, შეიძლება ჩამეს გაჭედო ზავში მაღაზიაში დავუყო. ჩამეს. მაღაზიაში დავუყო. ეხლა ჩამეს. არა, წამოიღე ზარდარის ფეტაში ხო. თუ არა მიდი ჩათავისა აქ. მილკას წამოუღე ძმაო რას დარჩა. ბატონო, მოუ დარწმებია ეს დაგა მაგაშა. დიდი ჩანთავისა, დიდი ჩანთავ. უჩი შეუხორცებოთ ატყვი ჩაიღო. ეგროს უყურა დაუღე ჩასა კი აქ. რაღაც პროდუქტების საყიდრად ჩამოვედით ცაგერის ცენტრში რომ ხვამლისთაზე ავგორდეთ. იქ დავრჩებით დღეს. მოკლედ ცაგერისკენ მიმავალ გზაზე. აქედან უკვე ცაგერი არის. ცაგერის ცენტრამდე არის 10 წუთის სავალი გზა მაქსიმუმ. დაგხვდებათ ესეთი რესტორანი. პონტე დორო. რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ოქროს ხიდი. და ხალხო არც რეკლამა, არც არაფერი. ესეთი კუბდარი ჩემს ცხოვრებაში არ მიჭამია რა. ოღონდ მართლა ვიძახი. აუზიც არის. გაირუჯებით კიდევაც. და ძალიან კაი ადგილია.
ესეთი ლამაზი სივრცე აქვს. დაბადების დღეების, ჯვრის წერების, ნათლობების. რა ბევრი წვეულების გადასახდელად ძალიან კაი ადგილია და ადგილს რო თავი დავანებოთ საჭველიც ძალიან გემრიელია. ჩვენ გავსინჯეთ კუბდარი, ხაჭაპური და ლობიანი და ოღონდ მართლა გულწრფელად ვიძახი რა, ესეთი კუბდარი არ მიჭამია მართლა. და აქედან დავეშვებით ეგრევე ხვამლის მთაზე რა. 1 საათის სავალი გზა ალბათ აქედან დაახლოებით. ამ დინარეში ჩასვლის რეკომენდაციას ვერ მოგცემს, მაგრამ ჩუგრი მოდი შენ როგორი თეთრი ხარ რეჩხუმელი ჩუგრიკა ხარ? ჰა? რეჩხუმელი ჩუგრიკა ხარ? ამ დინარეში არ გინდა? ეს რა ადგილებია? ჩემი აი მოკლედ ამოვედით ხვამზე და მეტი იქით ბაიკები არ მიდის რა. ეს ბაიკები აქ გავაჩერეთ და ბარგები პროსა ანუ ჩათა არ მაქვს რა. აი ეს შევკარი მივკარ მოვკარი ეს ერთი მე ეს მეორე ზურგზე ვერ იქნეს მოწყვეტილი აქ ისეთი სამაგრი ოპა იაღლიში გაგორდა იაღლიში ნომერი 1 საღურძო ის ვინ არისო ლაშაზე რა საბოს შერპა ლაშა შოპაცები თუ ჰიმალაებზე დადიან რამდენი კილომეტრია? წვერვარამდე 2 კილომეტრი 1 საათიო ბიჭო 2 კილომეტრს 1 საათი უნდა ანუ ჩვენ ამბარგით საათი და 40 წუთი 2 საათი ჩემი
უკვე ნერვება გვიმტყუნა. მაგარი მოუმზადებლად წამოვედით ხამლისისთვის. ზოგს ბასანოჩკები აცვია, ზოგს კეტები გვაცვია. კაროჩი. ჩანთები არ გვაქვს ნორმალური, ხელით მოვათრეთ ბარგს. საკმაოდ რთული მონაკვეთია ეს 2 კილომეტრიანი, მარტივი არ გიგონთ. სააღურ შენ ძმო. მომზადებლად თუ წამოხვალთ ამ გზისთვის, ცოტა გაგიჭირდებათ. 1 კილომეტრი არის. ამტაზრამდე და მე აქედან კიდე კილომეტრი ნახევარია სადღაც ხამლის მთის ყველაზე მაღალ წერტილამდე ამ წვევან. აი იქამდე. მან დავალთ, ოღონდ ცოტა ხანი დავისვენოთ. აუ, მაგარი მზის ჩასვლა იქნება, ღრუბლები ნახე რა შვებიან. ძალიან მაგარი მზის ჩასვლა იქნება. რა? თოვლი? ბიჭო, საგანძური. ოჭენ მოხდენა ჩასველი. ბევრი მღვიმეა აქ ძალიან. კარვებით დარჩენა თუ მოგინდებათ ჩვენსავით ხამლისთვის წვერვალზე. ცოტა კაი იდეა არ არის რა. თრად. იმიტომ რომ შესაბამისი აღჭურვილობა გჭირდებათ. შესაბამისი კოჭის მაღლა ფეხსაცმელი რომ გადაბრუნების შემთხვევაში დაზღვეული იყოთ. კაი სალაშქრო ჩანთა და ასე შემდეგ რა. ამიტომ არ გაიმეოროთ ეს მანევრი. ძალიან კაი იქნება საბოლოო ჯამში, მაგრამ მოუმზადებლად თუ წამოხვალთ ძალიან გაგიჭირდებათ რა. მაგის თქმა მინდა. აქ უნდა გავშალოთ სადმე აზრი არ აქვს. აი აქ რავი სადმე. სხვა გზით უნდა წამოვსულიყავ ხო? რა ეს? წამოვჭო ახლა ისინი რა დაგვეწია მე აღარ წამოვიდა. რა თუ ხდები? რა დახვიდე? უანახებ რა. გავშალო. მეც მაგას იძახი. ჩავიდა ეს რა. იყოს მე კიდე პრესე დავწვით. ხელი გორ. ის როგორ ვიყურებს? აუ. ენერგიები გვაქვს -87-ზე ყველას და აი ეს აღმართია ასავლელი. აი წავედით. აი ქედან არის უამრავი ჩასასვლელები მღვიმეებში. რაღაცა საიდუმლო ჩასასვლელები. მართლა მაგარი მისტიური ადგილი. ამას ქვია დავწყდითო რა. იარო 40 წუთი ხო უნდა. ეს იმენა სველიაჩ. არა ძმა. მაშინ არ უნდა გაყვია. გეჩვენება. მისტიური არის. მისტიური სისველი. სააღურ დათა ჩვეჩი. დია გამიშვიშე. დადი.
Oba. არა ხალხო. ცოტაცა დავნებდები, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცოტა გადარჩა. აი ჯვარი რო ჩანს, იქ უნდა დავიდეთ ეგ. ძალიან რთულია. ამ ხელა ბარგი ძალიან რთულია. გაფუჭება მაგრამ ვენანება. არაფრის თავი აღარ იქნება. როგორ არ მექნება? ამ წამს ერთი რუდი გავგძურა ჩანთინა და გასკდა. მაგეთმა უბის. Opa! აი კიდევ ერთი საიდუმლო ჩასასვლელი. ძმა პროფია მიდის ეს ჰიმალაებს შეხედე ბიჭო ხელებ გაშებული მო ოპა დათას გინება გავიგა პირველად ის მოკვდა ხელებ გაშებული მოვაქვთ ხო არ გადავ ბიჭო ვაჰ დათა არის დღის გმირი აუ აქ წარმოიდგენიათ ხო ხა რამზის ჩასვლა იქ რატი არ დანებდე რატი მოუნდა რატი აქ ის ცხენის წყალია რომ მიიკლაკნება აი აქეთ გვაქვს სამზარეულო აბა რა სამზარეთ მეგობრებო ზადების პროცესიც საინტერესო შიფთან მოხვდი? როგორ ფიქრობთ მზის ჩასვლამდე შევწვავთ? ძალიან ბევრი ესეთი ხედი მინახავს, მაგრამ ეს რაღაც მართლა განსაკუთრებულია. თან აურაც განსაკუთრებული. და ყველაფერი განსაკუთრებულია რა. აბსოლუტურად ყველა მივიცაქვართ ამოწურეთ ჩვენი ენერგიების 100% ჩვენი მაქსიმუმი რო ჩვენ მინუსებში ვართ გადასული გენერატორები გვაქვს ამუშავებული რა მაგრამ შეფის მიერ მომზადებული საჭმელი საჭმელი ქვია საჭმელი გემრიელობა ვეღარ ვაძროვნებს ბა საჭმელი დამავიწყდა სიტყვა საჭმელი დამავიწყდა კაცი მისახეთ დავიწყდა როგორა კაც ჰარლი დევიდსონის სახელი დავიწყდა ჩემი ესაა ხო ხო მყინვარ აი ეს კაი გამახსენა ჩემო პატარა ძმაო მყინვარ წვერი არის დასალაშქრი მივაყენოთ მყინვარ წვერზე არის გეგმა რაშა დაგაბანებს აი ბიჭი პრიალებს ხო ვარ ეს სამზარეულო იყო ეს საძინებელი ორი საძინებელი მზად არის ერთი მზადდება
რავი, რა გითხრათ ხალხო? იმის გარდა ვერაფერს ვერ გეტყვით, რომ ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ესეთი ხედით უნდა დატკბეთ რა. ესეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება. და შეეცადეთ რომ ძალიან ბევრი იმოგზაუროთ და ძალიან ბევრი მოგონებები დაიგროვოთ ცხოვრებაში, იმიტომ რომ წლების შემდეგ რო გადახედავთ თქვენ ცხოვრებას. გული არ დაგწყდეთ, რომ ვერ იცხოვრეთ ისე როგორც გინდათ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა ნახოთ ამაზე უკეთესი. მოდი მაგას ვერ ვიტყვი. ეგ ტყუილი გამოვა. ამაზე უკეთეს ადგილს ვერ განახებთ ალბათ. მარა ამისნაირი და უბრალოდ კარგი ადგილები ძალიან ბევრი მექნება ჩემს არხზე და მოდენთ თვალყური. დროებით ღმერთი თქვენსკენ. დიაშვიდობის. გაგვიწევდა. აქედან ჩასვლა იქნება ძალიან ცუდი ამბავი. აბა ვინამდე ჯერ წაიქთ? მე სამჯერ. მე ტრაკი არ დამიდია ძმაო. 10 ავსტრიალებით შემიძლია გითხრა რომ ბევრჯერ ვარ. ტრაკი არ დამიდია. ფიზიკურად ესე თავზე ხომედო. ეს გასწრებოდა. ისე რო გაწვინდა ვაფშე. გართულ და ჩამოსვლა. აი ის ჩამოვიარეთ. სუსრიალ. აი იმის ავლა გადარჩა. და ეგ არის. შევოთ ტყეში უკვე. ჩამოვაღწიეთ სამშვიდობოს. აგერ გუმბათის ჩანს უკვე ეკლესიის. ამ პატარა ფერცად გადავივიდით და მე უკვე სუდაღმართია ტყეში რა. ტყეში სიარული კიდე მარტივია ვიდრე ახლა აქ. ყველაფერი სველია და სრიალებს. არა და სულ 2 კილომეტრია რა, გზა მეტი კი არა, მაგრამ იმდენად რთულია მით უმეტეს სოილზე, რომ მთელ ენერგიას გაცლის, რაც კი გააქვს. აუ ჩამოვაღწიეთ. ეგ არის. ხვამლის მთის შემოვლა წარმატებით დასრულდა. წმინდა გიორგის სახელობის სალოცავით მოვილოცეთ. მე მთის წვერზეც ავედით, სადაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ნამყოფი არ არის, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გზაა, მით უმეტეს ძველი თუა. მოკლედ შედგა რა, ძალიან კაი იყო.
ჩამოვაღწიეთ სოფელ ლაილაშში და აგერ არის ლაილაშის აუზი. ის ლაჯანურ ჰესია რაც ჩანს. ესეთი ამბავია, ძალიან მაგარი ადგილი. აქ მე ვიყავი წლების წინ და საერთოდ არ იყო ესე მოწესრიგებული აქაურობა. ეხლა ძალიან მაგარი. Ясно. ხო ჩამოდიხარ. მე შეგაკი ჩადიხარ ჩვენს შავობ. ინტერესი არ ჯობია ეს ამა. შენ არ ჩადიხარ? ვიცი ძმა. გამარჯობა ეხი წამი. ეგ არის ხო? მეც აღარ შეგიშდი. ესეც უეჭველი სანახავი ადგილია. ერთხელ მაინც ცხოვრებაში, მე მეორე თვა. Besole. Besole. აი კამერასაც ეთყობა როგორი ცივია ეგრევე იორთქრება. არა ძალიან მაგარი ადგილი. აუ ვისათი. გაიწიე მაქედან. აუ კაროჩ. დებილო შენ. აი ესეთ გზის გასაყოფზე რომ მოხავთ, აქეთ უნდა შეხვიდეთ რა, ქვაფენილიანი გზა არის.
და ავალთ თავარ ღირს შესანიშნა ობაზე უკვე ძალიან მაგარი ადგილი ჩანს. შვენიერი გზა მოდის ერთი 15 წუთში მაქსიმუმ ფეხით აი აქ ხართ რა. იქიდან სადაც ბაიკები გავაჩერეთ. და დამიჯერეთ ღირს ამოსვლა ნამდვილად. წყალით შეხვდებათ ძალიან ბევრგან, საპირფარეშოც არის. კარგად არის მოწესრიგებული, მოკლედ აქაურობა რა. და კი, სწორად გამოიცანით. ევროკავშირისა და გერმანიის მიერ არის დაფინანსებული ეს პროექტი. ჩვენი გაკეთებული არ ყოფილა. მაგარი. ეხლა მოვედით ალპანაში. რა იყო არა ელო არის მე ჩამოვა ბიჭო მე ვფიქრობ ელექტროზაბვის რაღაცა ის იყო რა მაგრამ მაქსიმალზე არაფერი არ იყო მაგაზე იქნებდით ხელებს? მე ვერ დავინახე ვერო. ალპანას საცურაო აუზი. ზაბოლოგიური იყო რა ნახოთ აბა ერთი როგორი. მოკლედ ხალხო აღფრთოვანებული ვართ. ხუთივე ლეჩხუმის სილამაზით რა. მე ძალიან ღრმა ბავშვობაში ვარ ერთხელ დამყოფი. იმის მერე არ ვარ და ძალიან მაგარი ადგილია და აუცილებლად უნდა ესტუმროთ თქვენც რა. თან ეს კუთხე იმსახურებს იმას, რომ უფრო მეტად პოპულარული გახდეს რა. გაშვები. ძალიან კაი აუზია. შემოსვლა ღირს 15 ლარი და შედის შეზლონგები. ანუ 15 ლარში შედის შეზლონგის ხირავობაც რა. და დრო არ გიკითხავს ალბათ, შეზღუდული არ იქნება რა. დრო შეზღუდული ხო არ იქნება, იმ 15 არის დიდი ალბათობით, არ ვიცი რატომ გადავიდა.